რეფორმები და საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევები. სანდო, ობიექტური და აქტუალური ინფორმაცია. დრო გამოცდებიდან გამოცდებამდე ჩვენთან ერთად გადის. გადაცემა გამოცდებიდან გამოცდებამდე. თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. საინფორმაციო მხარდამჭერი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. რადიო იმედის ეთერში იწყება გადაცემა გამოცდებიდან გამოცდებამდე. მე გადაცემის წამყვანი თეიკო ანჯაფარიძე ვარ, მოგესალმებით. გადაცემა გამოცდებიდან გამოცდებამდე. თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. ერთიანი ეროვნული გამოცდები როგორც წესი ივლისში ტარდება, მაგრამ მზადება გამოცდებისათვის ბევრად ადრე იწყება. გამოცდებისათვის მზადებიან როგორც აბიტურიენტები, ასევე მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს მზადება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა იქნება საცდელი ტესტირება და ჩვენი სტუმარი არის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი სოფო დოლიძე. მოგესალმებით, ქალბატონო სოფო. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მსმენელს. ქალბატონო სოფო, დაიწყო თუ არა საცდელი ტესტირება? პირველ რიგში ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ და ვის შეუძლია ამ ტესტირებაში მონაწილეობის მიღება? თუ ნებას დამრთოთ, ცოტა უფრო ადრეული ეტაპების დავიწყებთ ამ პროცესს სრულად აღწერ. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ ხოლმე, როდესაც უნარების ტესტს ვამზადებთ და ამ დროის განმავლობაში უკვე მე მგონი 10 წელიწადზე მეტი გავიდა ადამიანები დარწმუნდნენ ამაში, ეს ყოველთვის არის ორიგინალური ქართული ტესტი, ქართული დავალებებით და ჩვენ არაფერს არ ვთარგმნით და პირდაპირ არ ვიღებთ უცხოური ანალოგებიდან. შესაბამისად ტესტის შექმნის პროცედურაც იწყება ისე, ჩვენ ვქმნით ძალიან ბევრ დავალებას, ქართული ექსპერტები, ფილოლოგები, მათემატიკოსები, ფილოსოფოსები, ლოგიკის სპეციალისტები, ფსიქოლოგები ვქმნით ამ დავალებებს, რომლებიც არაერთ ექსპერტულ შეფასების რაუნდს გადის. ჩვენ ამას არაერთხელ ვკითხულობთ, ვარედაქტირებთ, ვასწორებთ, მაგრამ გადამწყვეტი იმისათვის, რომ დადგინდეს დავალება არის თუ არა კორექტულად ფორმულირებული, ზედმეტად რთული ან ზედმეტად მარტივი ხომ არ არის იგი, ნამდვილად ერთმნიშვნელოვანი პასუხი აქვს, ერთადერთი სწორი პასუხი აქვს თუ არა, ყოველივე ეს ყველაზე ზუსტად დგინდება სწორედ საცდელი ტესტირებების საფუძველზე. შესაბამისად, საცდელი ტესტირება არის ის აუცილებელი კომპონენტი, რომელსაც ჩვენ ყოველ წელს მიმართავთ ტესტური დავალებების შექმნის პროცესში. ეს საცდელი ტესტირება მიზნად ისახავს არა აბიტურიენტების უნარების შეფასებას, არამედ სწორედ დავალებათა ფსიქომეტრული მაჩვენებლების, ესე ვუწოდებ პროფესიული ტერმინი რო ვიხმარ, ანუ იმ მაჩვენებლების დადგენას, რამდენად კარგად მუშაობს ესა თუ ის დავალება, რამდენად ახერხებს დავალება აბიტურიენტების დიფერენცირებას, განსხვავებას თავისი უნარების მიხედვით, რამდენად მარტივი ან რთულად შესასრულებელია დავალება. შესაბამისად, ასეთი მონაცემები აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს დავალებათა ბანკში ხარისხიანი დავალებები, ისეთი დავალებები, რომლებიც მართლაც უნარებს შეამოწმოს, რომლებიც შემთხვევითი გამოცნობის პრინციპს ნაკლებად დაექვემდებარება, რომელიც მაქსიმალურად ორიენტირებული იქნება სწორად შეფასებაზე აბიტურიენტთა უნარებისა. მაგრამ არ იღებენ მასში მონაწილეობას აბიტურიენტები. ამ ეტაპზე ჩვენ რამდენიმე საცდელ ტესტირებას ვატარებთ წლის განმავლობაში, იმიტომ რომ ჩვენ ვამზადებთ ზოგადი უნარების ტესტის 4 ვერსიას და ეს 4 ვერსია თითოეული 80 დავალებას მოიცავს. ჩვენ არ ნავიფიქროთ, რომ ეს არის უბრალოდ 4x80 დავალება, ეს არის ბევრად მეტი, ამაზე 10-ჯერ მეტი დავალება. ყოველწლიურად უნდა იყოს მზად, რომ ტესტი დაკომპლექტდეს მაქსიმალურად სწორად. ეს კიდევ ცალკე და ძალიან სერიოზული პროცესია. შეიძლება დავალება გქონდეს ძალიან ბევრი, მაგრამ ძალიან მარტივი ყველა. და ყველა მარტივი დავალებით ტესტს ვერ დააკომპლექტებთ. ტესტში უნდა იყოს როგორც მარტივი, ასევე საშუალო და ასევე რთული დავალებები. მაგალითად, შინაარსის მიხედვით შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ძალიან კარგად მუშაობს ყველა დავალება, რომელიც მაგალითად, არ ვიცი, სამკუთხედის კუთხეების ჯამს შეეხება, მაგრამ ცხადია, მათემატიკურ ნაწილს მხოლოდ სამკუთხედის კუთხეების ჯამის შესაფასებელი დავალებებით ვერ დავაკომპლექტებთ. აქ თემატურადაც სრულიად განსხვავებული დავალებები უნდა გქონდეს. იმისათვის, რომ ესე თემატურად, სირთულის მიხედვით, სხვა კიდევ ძალიან ბევრი პარამეტრი გვაქვს რა უნარს აფასებს, ვთქვათ, ცოდნას, უფრო ვთქვათ, გააზრებას კონცეფტის, გამოყენებას კონცეფტის, ვთქვათ, ახალი ინფორმაციის დაკავშირებას მიღებულ ცოდნასთან, ასე შემდეგ, ამის მიხედვითაც სხვადასხვა ტიპის დავალებები არსებობს. აი, ყველა ამ კრიტერიუმის მიხედვით, რომ ტესტი დაბალანსებული გამოვიდეს, ამიტომ იმ 80 დავალების შესარჩევად ბაზა უნდა იყოს 800 დავალება. ამიტომ ჩვენ ძალიან ბევრ დავალებას ვქმნით წლის განმავლობაში და თან ყოველ წელს ახალ დავალებებს ვთავაზობთ, იმიტომ რომ
გაქვეყნებთ 4-ვე ტესტის ვერსიას და შესაბამისად ისინი გამოუსადეგარია შემდეგი შეფასებებისთვის. ამიტომ ჩვენ ყოველთვის გვაქვს რამდენიმე სასწრაფო ტესტირება. პირველი სასწრაფო ტესტირება იმართება ხოლმე წლის განმავლობაში, სწორედ აი ამ დროს, სადღაც ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის პირველ ნახევარში. ამ ეტაპზე ტესტირებაში მონაწილეობას იღებენ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, პირველ კურსელი სტუდენტები, რომელიც ახლოს არის, საგანგებოდ არის, რა თქმა უნდა, რომლებიც ძალიან ახლოს არიან იმ კატეგორიასთან, რომელიც გამოცდაზე მოდის, მათ პრინციპში მთელი პროცესი, მთელწლიანი მზადების პროცესი და მე არ გულისხმობ, რა თქმა უნდა, უნარებში მზადებას ამასთან დაკავშირებით ჩემი დამოკიდებულებას. კიდევ ერთხელ ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, ზოგადად ადამიანი, როდესაც აბიტურიენტობის წელს გადის, იმდენ ცოდნას, იმდენ უნარს იძენს მუშაობის, აი ვთქვათ, ტესტზე მუშაობის, უნარს ტესტზე მუშაობის გამოსწრება, სწორედ ამიტომ გვაინტერესებს ჩვენ პირველ კურსელი სტუდენტები, ვისაც ეს ყველაფერი უკვე გავლილი აქვს. და ისინი საქართველოს მასშტაბით ფაქტიურად თბილისში ნამდვილად თითქმის ყველა სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი, რეგიონებშიც, გორში, ვთქვათ, თელავში, ახალციხეში ჩვენ უმაღლეს სასწავლებლებს მივმართავს და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ყველა უმაღლეს სასწავლებელს, რომელიც ხელს გვიწყობს ამ პროცესის ორგანიზებაში, იმიტომ რომ მარტივი არ არის. ამ პროცესში დაახლოებით 1000 სტუდენტი იღებს მონაწილეობას, როგორც ხედავს, ძალიან მასშტაბური ტესტირება გამოგვივიდა, მაგალითად წელს ესე გამოდის, რომ დაახლოებით 1000 სტუდენტი გვეყოლება მონაწილე ამ ტესტირებაზე. ეხლაც გრძელდება, აი ამ კვირის ბოლოს დავასრულებთ უკვე ტესტირება. საკმაოდ ისეთი არის ხოლმე დამოკიდებულება შეფასებასთან. ყოველთვის აინტერესებთ, მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო ტესტირებაში მონაწილე აპლიკანტები არიან უკვე სტუდენტები, ალბათ მათაც აინტერესებთ შეფასება, მაგრამ ამ როგორც თქვენი საუბრიდან გამომდინარე, სასწავლო ტესტირების მიზანი არ არის კონკრეტული აპლიკანტის შეფასება. ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით, როდესაც ჩვენ მიმართავთ თხოვნით და ეს არის მართლაც გულწრფელი თხოვნად, მე მინდა ხა ამის შესახებ თქვა. აი საგამოსდო დროის, ანუ პროცესის იმიტაცია ამ შემთხვევაში არ არის მიზანი, როგორც გითხარით, ამ შემთხვევაში ცალკეული დავალებების გამოცდა არის მიზანი და ამიტომ ტესტი ყოველთვის მოკლეა ხოლმე და იმისათვის რომ ადვილი ასე ვთქვათ იყოს ჩასატარებული პროცესი, 1 სალექციო საათს ემთხვევა როგორც წესი, დაახლოებით 30-32 დავალებას შეიცავს ხოლმე წლიდან წლამდე განსხვავებულად, მაგრამ დაახლოებით ეს რაოდენობა გვაქვს დავალებების, სხვადასხვა ტიპის დავალება გვაქვს ყოველთვის წარმოდგენილი. ყოველთვის არ არის მაგალითად წელს მაგალითად წელნების შესაძლებელი არ, იმიტომ რომ შემდეგ ტესტირებაზე გამოცდით, ხო იმის მიხედვით ჯგუფის საჭიროება რა არის, ეს ასე იგეგმება. შესაბამისად, როდესაც ჩვენ მივმართავთ თხოვნით აპლიკანტებს, ანუ სტუდენტებს, რომ დაგვეხმაროთ, რომ ეს არის სრულად გულწრფელი თხოვნა, მათი ინტერესი აქ ძალიან ნაკლებია. ისინი გვეხმარებიან და მინდა მათაც ძალიან დიდი მადლობა უთხრა გარდა უმაღლეს სასწავლებლის ადმინისტრაციების, რომელიც გვეხმარებიან. თვითონ სტუდენტებს, იმიტომ რომ მთელი გულით გვეხმარებიან, ეხმარებიან თავის მეგობრებს, ახალგაზრდა მეგობრებს იმისათვის, რომ ტესტი ჰქონდეთ მათაც დახვეწილი, უხარვეზო, იმისათვის, რომ როგორც თვითონ იქნენ შერჩეული ხარისხიანი ტესტით და მართლაც უნარიანები აღმოჩნდნენ უმაღლეს სასწავლებელში, ასევე მოხდეს მომავალ წლებში. აი ეს რჩეულებრივ ჩვენი გულწრფელი თხოვნა, ამას ძალიან სერიოზულად იღებენ ხოლმე ყურს ჩვენი ნებაყოფლობითი, აბსოლუტურად, რა თქმა უნდა, ნებაყოფლობითია და ეს ადამიანები აი ამ თხოვნაზე მართლა ძალიან კარგად მოყვებიან და ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მას ყველა მათგანს თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვაფრთხილებს წინასწარ რომ ეს არის მხოლოდ ჩვენი დავალებების გამოსაცდელი ტესტირება და არა მათი უნარების შესაფასებელი ტესტირება, მაგრამ იცით რა, უნარების ტესტი როგორ გითხრათ, ერთგვარად აზარტული შესაძლებელი ადამიანი კიდევ ერთხელ სდის თავის ძალებს და ამიტომ შედეგი ძალიან ხშირად აინტერესებთ. გარდა ამისა, მათ მომავალში მართალია დიდი ხნის შემდეგ იქნება, მაგრამ მომავალში აქვს საერთო სამაგისტრო გამოცდა ჩასაბარებელი, ამიტომ ეს რაღაცა ესეთი განცდა რომ ყოველთვის კარგია ერთგვარი რეპეტიციის გავლა, დიახ, გეთანხმებით. აი ეს განცდა აქვთ. ამიტომ უნდათ ხოლმე რომ გაიგონ შედეგი თქვენ მართალი ბრძანეთ. ამისათვის ჩვენ მივმართავთ ესეთ გზას, რომ არ დავარღვიოთ რაიმე ტიპის უფლება, ვთქვათ, ადამიანის პერსონალური ინფორმაციის დაცვის და ასე შემდეგ. ჩვენ პასუხების ფურცლები, რომელზეც ისინი გადააქვს, ისინი მათ გადააქვთ პასუხები, ვნომრავთ პასუხების ფურცლებს და ადამიანები იმახსოვრებს, ვისაც სურს, იმახსოვრებს თავის პასუხების ფურცლის ნომერს და ჩვენ შემდეგ ვაქვეყნებთ შედეგებს პასუხების ფურცლების ნომრების მიხედვით. სხვა
არავითარ ინფორმაციას ჩვენ არ ვაქვეყნებთ, რომ რაღაცნაირად ეს ვინმე ამ კონკრეტულ უმაღლეს სასწავლებლოს არ დაუკავშიროს, ან კონკრეტულ სტუდენტს და მის მოსწრებას არ დაუკავშიროს. ამ თვალსაზრისით ჩვენ ძალიან ფრთხილად ვართ და სრულად ვიცავთ ანონიმურობას. ადამიანს თვითონ აქვს დამახსოვრებული საკუთარი პასუხების ფურცლის ნომერი და მხოლოდ იმ ნომრით შეუძლია თავისი ქულის ნახვა, როგორც მათემატიკური, ასევე ვერბალური ნაწილისთვის. თავად უმაღლესი სასწავლებლის მხრიდან თუ ხდება შერჩევა ამ პროცესისათვის სტუდენტების, თუ ეს არის აბსოლუტურად ნებაყოფლობითი და ნებისმიერი მიმართულების სტუდენტს შეუძლია ჩაერთოს ამ პროცესში. გადამწყვეტი არის სურვილი. მოგახსენებთ როგორ არის იცით რა გადამწყვეტი არის ხოლმე ჩვენი ცენტრის მიმართვა, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება მაქსიმალურად დაბალანსებული შერჩევა ამ ტესტირებისთვის, ამიტომ ჩვენ გვინდა რომ იყვნენ სხვადასხვა ფაკულტეტების წარმომადგენლები, ვთქვათ, არა მხოლოდ ძალიან მოთხოვნადი ფაკულტეტები, სადაც ძირთად მაღალქულიანი, ასე ვთქვათ, გამოცდებზე მაღალქულა, ვინც მიიღო ის აბიტურიენტები მოხვდნენ და ახლა სტუდენტები არიან, არამედ სხვაების ჩვენ გვაინტერესებს სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა პროფესიის ადამიანების შესაბამისად ჩვენ მიმართავთ ხოლმე უმაღლეს სასწავლებელს თხოვნით სხვა კონკრეტული ფაკულტეტების სტუდენტებს თხოვონ რომ მიიღონ მონაწილეობა ამ ტესტირებაში, ამიტომ მრავალფეროვნება ამ თვალსაზრისით დაცულია. და უკვე იმ კონკრეტული მიმართულების, ვთქვათ, ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის საბუნების უსამართლო ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობენ, მეორე უმაღლესი სასწავლებლის, ვთქვათ, ჰუმანიტარული ფაკულტეტის, ხო? აი შესაბამისად, აქ უკვე შემდეგ უკვე აბიტურიენტების სტუდენტების უსუმეშლება. სტუდენტების სურვილზე არის დამოკიდებული, ვინ იღებს როგორი არის მაღალია სტუდენტთა ჩართულობა. აი სწორედ ამას გულისხმობდი, როცა ვამბობდი, რომ ეს ტესტი რაღაცნაირად არის დამაინტერესებელი, ის თითქოს გაგიტაცებს თვითონ დავალებები ამოხსნის პროცესში, ერთგვარად დაგაინტერესებს, ჩაგითრევს, გაგართობს, ასე ვთქვათ და მიუხედავად იმისა, რომ მათთვის სხვა არავითარი ინტერესი, გარდა იმისა, რომ ვთქვათ, რამდენიმე წლის შემდეგ ისინი შესაძლებენ საერთო სამაგისტრო გამოცდაზე ეს გამოცდილება გაიხსენონ ერთგვარად და ვთქვათ, გამოიყენონ, აი ამის გარდა მათ სხვა ინტერესი არ აქვთ, მაგრამ ისევ ვამბობ, ზუსტად ჩვენი სტუდენტების სასიკეთოდ ვამბობ და ასე ვთქვათ, მინდა მათ კარგ თვისებებს გავუსვა ამით ხაზი, რომ ისინი ძალიან კარგად მოყვებიან ჩვენს თხოვნას. ისინი არიან მოქალაქეები, მათ ესმით, რომ სხვასაც სჭირდება მსგავსი დახმარება და მართლაც ძალიან ბევრი გთანხმდება და გულმოდგინედ მუშაობს და აი ეს მოქალაქეობრივი, მათი მოქალაქეობრივი ცნობიერება და ეს ქცევა, რომ ისინი ეხმარებიან ამით სხვებს, სხვა ახალგაზრდებს, ძალიან გვიწყობს ხელს ტესტირების სწორად წარმართვაში, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში мотиваციის კომპონენტი, თქვათ, როგორი მუშაობენ, მნიშვნელოვანია რამდენ დროს დაუთმობენ ამას, რამდენ ყურადღებით შეასრულებენ. აი ამ ყველაფერს მე ვფიქრობ, ისინი თქვათ წლიდან წლამდე წარმატებით აკეთებენ და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ყველა სტუდენტს, ვინც მიიღო მონაწილეობა. როგორი არის შემდგომი პროცესი? მესმის რომ შიდა სამზარეულოა, მესმის რომ სამზადისია, მუშა პროცესი არის აბსოლუტურად, მაგრამ აი შემდეგ ჩატარდა სასწრაფო ტესტირება, ხდება ამ დავალებების შეფასება. სამზარეულო, როგორც იცით, შეფასების და გამოცდების ცენტრი მაქსიმალურად გახსნილია ყველა ეტაპი გააცნოს საზოგადოებას და ჩვენ ამ შემთხვევაშიც აი სრულად ასეთ შიდა სამზარეულოს შესახებაც შემიძლია ძალიან დეტალურად გესაუბროთ და ვუთხრა საზოგადოებას. აი იმის შემდეგ რაც ჩატარდება ტესტირება, ჩვენ ვაგროვებთ მონაცემებს, ეს მონაცემები სკანირდება და იქნება ბაზა, მონაცემთა ბაზა, რომელიც დამუშავდება სტატისტიკურად და ჩვენ თითოეული დავალებისთვის ამ შემთხვევაში მაგალითად 150 დავალება გვაქვს თითოეული დავალებისთვის, ვიცით მისი სირთულის და დისკრიმინაციის მაჩვენებლები, ანუ რამდენად რთული ან მარტივია, რამდენად სწორად ახერხებს დიფერენცირებას უნარების მიხედვით ადამიანს, რომელი პასუხი არის ზედმეტად მიმზიდველი, რომელი ნაკლებად. აი ასეთი დეტალები ჩვენ ყველა ვიცით თითოეული დავალების შესახებ. და შემდეგ მოდის ვრცელი პროცესი ამისი ანალიზისა, რომ დავალებები დაალაგდეს, ასე ვთქვათ, ვარგის, ხარვეზიან, შესასწორებელ დავალებებად და შემდეგ უკვე ბაზაში შედის ის დავალებები, რომლებიც ნამდვილად კარგია და კარგად მუშაობს, ანუ ექსპერტული შეფასების რაუნდები უკვე გავლილი აქვს ამ დავალებებს. ეხლა უკვე სტატისტიკურადაც თუ აღმოჩნდა, რომ ყველაფერი წესრიგში, ისინი აღმოჩნდებიან დავალებათა ბანკში. გვაქვს დავალებათა კატეგორია, რომელიც შესწორებას ექვემდებარება და ჩვენ გადავდებთ ასეთ დავალებებს იმისათვის, რომ შემდეგ ამაზე კიდევ ვიმუშაოთ. და საბოლოო ჯგუფი ასე ვთქვათ, დავალებებისა, რომლებიც ფაქტიურად უნდა გავაუქმოთ. ქალბატონ სოფო, გადაცემაში ახლა რეკლამის დროა. რეკლამის შემდეგ ჩვენ ისევ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ სასწავლო ტესტირებაზე. გადაცემა გამოცდებიდან გამოცდებამდე თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად.
ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ჩვენი სტუმარი არის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი სოფო დოლიძე. სოფო, გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენ ვისაუბრეთ სასწავლო ტესტირებაზე, პროცესზე და შემდეგ უკვე შედეგი, რატომ არის მნიშვნელოვანი სასწავლო ტესტირების ჩატარება. პრინციპში ამაზე გარკვეულწილად ჩვენ ვისაუბრებთ გადაცემის პირველ ნაწილში, მაგრამ ახლა გადაცემის ვინც ახლა შემოგვიერთდა იმ მსმენელებისათვის ძალიან მოკლედ რომ შევაჯამოთ კი ბატონო, სასწავლო ტესტირების საფუძველზე როგორც გითხარით, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ტესტური დავალებების შესახებ, თითოეული დავალების შესახებ, რამდენად რთული ან მარტივია ესა თუ ის დავალება, ანუ მონაწილეთა რამდენი პროცენტი ახერხებს მის შესრულებას სწორად, როგორია დავალების 4 სავარაუდო 5 სავარაუდო პასუხიდან თითოეული თავის მიმზიდველობის ხარისხის მიხედვით, რამდენად ახერხებს დავალება დიფერენცირებას ადამიანებისა მათი უნარების მიხედვით, ყველა ამ მონაცემის გათვალისწინებით ჩვენ ვაკეთებთ დავალებათა კლასიფიცირებას, დავალებები, რომლებიც ხარისხიანი, ასე ვთქვათ, კორექტულია, ვარგისია, ისინი აღმოჩნდებიან დავალებათა ბანკში, დანარჩენი დავალებების ექვემდებარება შესწორებას, რევიზირებას, ხოლო დავალებათა გარკვეული ნაწილი ჩვენ უბრალოდ უნდა გავაუქმოთ ხოლმე, გვაქვს სამწუხაროდ დავალებების, რომლებიც შესწორებასაც ნაკლებად ექვემდებარება. აი ყოველივე ამის შემდეგ უკვე ეს შესწორების პროცესის კიდევ ერთხელ ზუსტად იგივე საფეხურებს მოიცავს რევიზირებას არაერთხელ ექსპერტულ შეფასებას ჩვენ მეორე რაუნდიც გვაქვს ხოლმე სასწავლო ტესტირებების ეს ხდება როგორც წესი ივნისში, როდესაც აბიტურიენტების ინტერესი ძალიან მაღალია. იმ რაუნდში, მომდევნო რაუნდში მონაწილეობას უკვე აბიტურიენტები იღებენ. ჩვენ როგორც წესი მათ ვიწვევთ შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, სადაც სპეციალურად გვაქვს ამისთვის მომზადებული სივრცე. ისინი დიდი სიამოვნებით მოდიან, აი იქ უკვე ძალიან დიდი ყურადღება ექცევა თვითონ პროცესსაც, იმიტომ რომ აბიტურიენტებს აინტერესებთ როგორ იქნება საგამოცდო პროცესი მაქსიმალურად მიახლოებულია იმას, როგორც საკუთრივ გამოცდაზე იქნება, ხო? იქ მეთვალყურე არსებობს, ტელეფონს აბარებენ აბიტურიენტები შესასვლელთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდაზე გასვლა. იქ ტესტი როგორც წესი არის ხოლმე ცოტა უფრო ვრცელი, ისე რომ ნახევარი ტესტი შეასრულოს ადამიანმა 40 დავალება მაინც 80-დან. ჩვენ იქაც ვუბნებით ადამიანებს, რომ ეს ტესტირება ძირითადად მიზნად ისახავს თვითონ დავალებების შეფასებას და ამით ზუსტად წინასწარმეტყველება იმისა რა შედეგს მივაღწევ გამოცდაზე არ შეიძლება, მაგრამ ერთგვარ წინასწარმეტყველს როგორც ჩანს მაინც აკეთებენ ჩვენი აბიტურიენტები და ამიტომ ძალიან დიდი ინტერესია ხოლმე ივნისში. ჩვენ ღიად ვაცხადებთ რეგისტრაციას 10 დღით ადრე დაახლოებით და ძალიან მინდა გითხრათ რომ ძალიან სწრაფად ივსება ყველა ადგილი. 2000-მდე აბიტურიენტი იღებს ხოლმე მონაწილეობას ივნისის ტესტირებაში. აქ როგორც გითხარით, მათთვის მნიშვნელოვანია როგორც პროცესი, ასევე შედეგსაც და კონკრეტული ტესტირების შედეგსაც ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ. მიუხედავად იმისა, კიდევ ვიმეორებ, რომ ზუსტად წინასწარმეტყველება იმისა, რა შედეგი მექნება გამოცდაზე, შეუძლებელია, იმიტომ რომ გამოცდაზე ტესტი არის მრავალგვარად დაბალანსებული. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს უბრალოდ დავალებათა ნაკრები. მაგალითად, ძალიან იშვიათად გვაქვს ხოლმე წარმოდგენილი წაკითხული ტექსტის გააზრების დავალებები, იმიტომ რომ ამას თავისი მიზეზი აქვს, ისინი დამახსოვრებადია ეს დავალებები და ჩვენ ყოველთვის გვინდა რომ ადამიანი გამოცდაზე ახალი ინფორმაციის წინაშე აღმოჩნდეს, ახალი ამოცანის წინაშე აღმოჩნდეს, ამიტომ ნაცნობი მათ არაფერი არ უნდა დახვდეთ. შესაბამისად, ჩვენ ძალიან ფრთხილად ვართ წაკითხული ტექსტის გააზრების დავალებების გამოცდის პროცესში და მას როგორც წესი აბიტურიენტების გამოცდაზე არ ვცდით, აბიტურიენტებთან ასე ვთქვათ, არ ვცდით. შესაბამისად, ყოველთვის რაღაც ნაკლოვანება სასწავლო ტესტირებას იმის საწინასწარმეტყველოდ მე როგორი შედეგი მექნება გამოცდაზე აქვს. ამას ყოველთვის ვეუბნებით სპეციალურად განზრახ ვეუბნებით ჩვენს აბიტურიენტებს ეს გაითვალისწინოთ, მაგრამ როგორც ჩანს მაინც ძალიან ინფორმატიულია მათთვის ეს სასწავლო ტესტირება ზუსტად აი გამოცდებამდე რამდენიმე დღით ან 2 კვირით ადრე. გადაცემის პირველ ნაწილში განმარტეთ, რომ გვექნება დღეს გადაცემა მზადება გამოცდებისათვის. რაც შეეხება იმ თვითონ უშუალოდ ამ მზადების საკითხს, თქვენ არაერთხელ ყოფილხართ ამ სტუდიაში, ჩვენ ხშირად გვისაუბრია ზოგადი უნარების გამოცდის შესახებ და თქვენ ყოველთვის აღნიშნავთ, რომ განსაკუთრებული მომზადება ამ გამოცდისათვის არ არის საჭირო და ეს გამოცდა ორიენტირებულია იმაზე, რომ აბიტურიენტებმა შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა.
მაგრამ ამავე დროს თქვენ გაქვთ მათთვის კონკრეტული რეკომენდაციები. ნამდვილად ჩვენ არ გვინდა რომ ადამიანებმა ესე გაიგონ რომ იმისათვის რომ გამოცდაზე მოვიდნენ არ არის საჭირო რაიმე სპეციფიკური თქვათ მოქმედების განხორციელება მომზადებასთან დაკავშირებით. ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ არაფერი არ უნდა ვიცოდეთ გამოცდის შესახებ, ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ საერთოდ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ ამ გამოცდას. პირიქით ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდაა, მას როგორც ვიცით ძალიან ბევრი უმაღლეს სასწავლებელი მაღალ კოეფიციენტს ანიჭებს, საგრანტო კონკურსში 1.5 აქვს კოეფიციენტი ამ გამოცდას, ასე რომ უნარების გამოცდა არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდა სავალდებულო გამოცდებს შორისაც. ახლა როგორ უნდა მოვემზადოთ ამ გამოცდისთვის, ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცნობდეთ ამ გამოცდას. ანუ რა ტიპის დავალებებისგან შედგება, რამდენი დავალება, რამდენი დროა, რა ინსტრუქციები აქვს ამ დავალებებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა იმისათვის, რომ გამოცდაზე ადეკვატურად გამოვიყენოთ ის დრო, რომელიც გვაქვს დავალებათა შესასრულებლად. ჩვენ თუ იქ დავიწყეთ პირველად იმაზე ფიქრი, ნეტავ რა უნდა გავაკეთო ამ თუ იმ დავალების შესრულებას, ჩვენ ბევრ დროს დავკარგავთ ამაში. ამიტომ ჩვენს ვებგვერდზე არის განთავსებული და ჩვენ ადრე ვაქვეყნებდით, ვეშდავდით კიდეც ახლა ელექტრონულად არის ეს ხელმისაწვდომი ჩვენი აბიტურიენტებისთვის დამხმარე მასალათა კრებული, სრულად დეტალურად არის ეს ყველაფერი აღწერილი. ინსტრუქციები არის მოცემული, დავალებები დამოუკიდებელი სამუშაოსთვის არის მოცემული, დავალებები არის გარჩეული. ანუ რატომ არის ამ დავალებაში ეს სწორი პასუხი, ან როგორ უნდა იფიქროს ადამიანმა დავალების შესრულებისას. ერთგვარი მიმართულებები და პრინციპები არის გაცნობილი აბიტურიენტებისთვის, როგორ უნდა იმუშაონ თითოეული ტიპის დავალებაზე. ასევე არის მოცემული სრული ტესტიც იმისათვის, რომ ადამიანებმა მოსინჯონ საკუთარი ძალები. მნიშვნელოვანია რომ 3 საათის განმავლობაში ჩვენ წელს 3 საათი და 10 წუთი გვქონდა ზოგადი უნარებისთვის გაიზარდა ტესტირების დრო, რადგან ნახევარად ელექტრონულ ფორმატზე გადავედით. ჩვენ უნდა მზად ვიყოთ აი ამ ხნის განმავლობაში აქტიური მუშაობისათვის. ესეც უნარია, ძალიან მნიშვნელოვანი უნარია თანამედროვე სამყაროში გადასარჩენად, ასე ვთქვათ, და ეს უნარი ძალიან ხშირად არ აქვს ჩვენს ახალგაზრდებს გამომუშავებული. მათ შეუძლიათ ერთი საგაკვეთილო პროცესი, ვთქვათ 45 წუთი 1 საათი ინტენსიურად იმუშაონ, მაგრამ 3 საათის განმავლობაში ამის გაკეთება ძალიან ბევრს უჭირს. აი ესეც უნდა გაითვალისწინონ ადამიანებმა, მოუწევთ მაგალითად საათნახევრის შემდეგ გადავიდნენ მათემატიკურ გამოცდიდან. საინტერესოა როგორია თქვენი დაკვირვება. ადრე არ გამოდიან, მაგრამ გამოდიან ძალიან დაღლილები და აი ეს მითი რომ უნარების გამოცდა არის ყველაზე რთული გამოცდა, ეს მითია, არ არის ყველაზე რთული გამოცდა. ახლა შემთხვევაში არის ხოლმე აი ნაწილებთან დაკავშირებული, რომ აი მათემატიკური ნაწილი იყოს ხშირ შემთხვევაში ვიდრე უნარების გამოცდა, მაგრამ განცდა რომ რთული გამოცდიდან გამოხვედი ყველას აქვს, იმიტომ რომ ეს არის ინტენსიურად სამუშაო გამოცდა 3 საათის განმავლობაში. ეს გამოცდა არ გვაძლევს საშუალებას, ასე ვთქვათ, ამოვისუნ, თქოთ, მაგალითად, როდესაც თხზულებას დავწერთ ინგლისურ უცხო ენაში, ან უცხოური ენის გამოცდაზე, ან ქართულში და შემდეგ ვამოწმებთ მას, გადავწერთ პასუხების ფურცელზე. აი აქ თითქოს ისვენებს ამ შემთხვევაში ადამიანი და აი ასეთი დასვენების საშუალებას ზოგადი უნარების გამოცდა არ იძლევა. აქ არის 80 ცალკე გასააზრებელი პრობლემა, 80 ცალკე გადასაჭრელი ამოცანა, რომელზეც ადამიანმა უნდა ინტენსიურად იფიქროს და იფიქროს მთლიანად 3 საათის და 10 წუთის განმავლობაში. ამიტომ არის რომ ძალიან ხშირად დაღლილები გამოდიან ადამიანები, რომლებიც არ არიან მიჩვეულნი 3 საათის განმავლობაში განუწყვეტელ მუშაობას. ესეც სამუშაოებელი უნარია და ეხლა ჯერ კიდევ ნახევარი წელი აქვს ჩვენს აბიტურიენტებს და მე ვურჩევ მათ რომ მოსინჯონ არაერთხელ აი ასე სრული ფორმატით ტესტის შესრულება. ჩვენი კრებული ამის საშუალებას იძლევა, იმიტომ რომ შიგნით 3 თუ 4 ვერსია არის ტესტის მოცემული. შესაბამისად მეც შეუძლიათ ესე სრული ფორმატით მოსინჯონ ტესტის და ნახონ თავისი ძალები ამ თვალსაზრისით, დროის მენეჯმენტის თვალსაზრისით, როგორ გაანაწილებენ დროს. ჩვენ ვურჩევთ რომ ძალიან დიდი დრო არ დახარჯონ თითოეულ დავალებაზე. თუ ხედავენ რომ დავალებას ვერ ასრულებენ 2 წუთის განმავლობაში, შემდეგზე უნდა გადავიდნენ. პრინციპი არის უკან დაბრუნების შესაძლებლობას მათ აძლევთ ნაწილობრივ ელექტრონული. ოღონდ მნიშვნელოვანია რომ ეს იყოს ერთი ნაწილის ფარგლებში, ვერბალურ ნაწილში შეგვიძლია მე-40-დან ისევ პირველ დავალებას დავუბრუნდეთ, მაგრამ მათემატიკურ ნაწილს დავალებებში ვერ გადავალთ. ისევე როგორც თუ კი მათემატიკურ ნაწილზე გადავედით, იქიდან უკვე ვერბალურ ნაწილზე ვეღარ დავუბრუნდებით. აქ ძალიან მკაცრად არის გაყოფილი დრო ორად, იმიტომ რომ ჩვენ გვაინტერესებს ორივე უნარი. ეს მაინც განსხვავებული უნარებია, ვერბალური და მათემატიკური, მიუხედავად იმისა, რომ მათ ძალიან ბევრი საერთო კორელაცია მათ შორის მაინც მაღალია. ჩვენ მაინც ვამბობთ, რომ ეს ორი სხვადასხვა უნარია და ჩვენ ორივეს შესახებ გვაინტერესებს ინფორმაცია აბიტურიენტებს. ამიტომ
გაყოფილია დრო ცალკე ვერბალური ნაწილისთვის, ცალკე მათემატიკური ნაწილისთვის და შიგნით უკვე ერთი ნაწილის ფარგლებში დავალებებს შორის მოძრაობა, ასე ვთქვათ, სრულად აბიტურიენტის სურვილზე არის დამოკიდებული. მაგრამ თქვენი რჩევა არის 2 წუთის განმავლობაში თუ მათ გაუჭირდეთ კონკრეტული დავალების პრინციპი არის 80-დან რაც შეიძლება მეტი დავალება გავაკეთოთ. ჩვენ ძალიან იშვიათად გვაქვს შემთხვევა, რომ 80-ვე დავალებას ასრულებს აბიტურიენტი, მაგრამ ის რომ ადამიანმა 60, 65 დავალება, 70 დავალება, ეს ფანტასტიკური შედეგია. შესაბამისად, უნდა ორიენტირებულები ვიყოთ, რაც შეიძლება მეტი დავალების ამოხსნას. თუ კი ვხედავთ, რომ ერთი დავალება ჩვენთვის პრობლემა არის, დაიკავა ძალიან ბევრი დრო ჩვენთვის ჯობია ის გვერდით გადავდოთ. 3 საათი და 10 წუთი არის საკმარისი დრო იმისათვის, რომ 80 დავალება შეასრულოს აბიტურიენტმა. რა თქმა უნდა, საკმარისია. ჩვენ ეს დრო არ აქვს მოტანილი ჰაერიდან და ეს არის ჩვენ სუბიექტური წარმოდგენა, რომ მოდი მივცეთ აბიტურიენტებს 3 საათი, ეს ცხადია, სწორედ ძალიან დიდი მუშაობის და რამდენიმე პილოტირების შედეგად დადგინდა. ხა განსხვავებას გეტყვით პილოტირებას და სასწავლო ტესტირებას შორის. თუ კი სასწავლო ტესტირებაზე ჩვენ ცალკეული დავალებების მონაცემები გვაინტერესებს, პილოტირებაზე ჩვენ გვაინტერესებს მთელი ტესტი როგორ მუშაობს, სწორედ დრო როგორ რამდენად საკმარისია ტესტის შესასრულებლად, რამდენად დაბალანსებულია, თქო, ნაწილები ხوارჯობია, რომელიღაც ნაწილი შემცირდეს დავალებები, რომელიღაც ნაწილი გაიზარდოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი, ასეთ ინფორმაციას გვაძლევს უკვე ტესტის პილოტირება, სრული ტესტის შესახებ გვაძლევს ინფორმაციას და პილოტირებები არაერთი ტარდებოდა პირველ წლებში განსაკუთრებით ინტენსიურად, როდესაც ახალი იყო უნარების ტესტი, ეხლა უკვე უფრო იშვიათად ტარდება, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია დაგროვილი არის და არ იცვლება წლიდან წლამდე. ჩვენ სწორედ პილოტირებების შედეგად დავადგენთ, რომ 3 საათი, თავიდან მქონდა 3 საათში 100 დავალება ჩვენი აბიტურიენტებისთვის, ეს უნდა გავიხსენოთ 2005, 2006, 7 წლებში იყო 100 დავალება 3 საათში შესასრულებელი. შემდეგ შევამცირეთ დავალებების რაოდენობა, დრო იგივე დავტოვეთ და 80 დავალება აღმოჩნდა უკვე დავალებათა ტიპები არ შეიცვალა, მაგრამ როგორც ჩანს სირთულე მაინც გაიზარდა და ანუ უფრო რთული გახდა დავალებები. დაბალანსებული გახდა. და იმისათვის, რომ ჩვენ ამ დავალებების შესრულება ჩვენ აბიტურიენტებს ადეკვატურად შეძლებოდათ, დრო დავტოვეთ იგივე და 80 დავალება მივეცეთ შესრულება. დღემდე ეს ასეა, 80 დავალება უნდა შეასრულოს 3 საათსა და 10 წუთში უკვე. ესეც პილოტირების შედეგად დავადგენთ, რომ ეს 10 წუთი უნდა დავამატოთ, იმიტომ რომ ჩვენ შარშან როგორც იცით, შარშან კი რაც კიდევ წელს 2016 წელს სიახლე გქონდა, რომ ნახევრად ელექტრონულ ფორმატზე გადავედით და ნახევრად ელექტრონული ფორმატი გულისხმობს ტესტის წაკითხვას ეკრანზე და პასუხების ფურცელზე მონიშნავს პასუხისა. როდესაც ჩვენ აღარ გვაქვს თვითონ ტესტის რვეული სამუშაოდ, სადაც ნახაზებს გავაკეთებთ, თქვათ, მათემატიკის ან ლოგიკის დავალებებისთვის და როცა შავი ფურცელი გვაქვს ცალკე ამისთვის. აი რომ არ ყოფილიყო ეს დროის დანახარჯი, კიდევ ეს რომ არ ყოფილიყო მიზეზი დავალებების დროულად ვერ შესრულების, ამიტომ გავზარდეთ დრო 10 წუთით. ეს სრულად მარტივი, ძალიან ტექნიკური საკითხი, როცა შენ ეკრანზე კითხულობ დავალებას და ნახაზს აკეთებ ფურცელზე, ხო? აი ამ ძალიან მინიმალური დანამატისთვის, ვთქვათ, გავაკეთეთ დროის დანამატისთვის, გავაკეთეთ 10 წუთით, გავზარდეთ, გადავდგეთ ეს ნაბიჯი 10 წუთით გავზარდეთ დრო. ესეც როგორც გითხარით, არის სასწავლო ტესტირების საფუძველი. საშუალოდ, რა თქმა უნდა, არიან აბიტურიენტები, რომლებიც ვერ ასწრებენ ამ დროში ტესტის ბოლომდე შესრულებას, არიან ადამიანები, რომლებიც უფრო ადრე ასრულებენ, როგორც ვერბულას მათემატიკურ ნაწილს, მაგრამ საშუალოდ ეს დრო არის ადეკვატური იმისთვის, რომ დრო აღარ შეიცვლება. იქნება 3 საათი და 10 წუთი. ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება, ასე ვთქვათ, და კიდევ ერთი კითხვა, როგორც წესი, სტატისტიკური ანალიზი კეთდება ხოლმე და ხდება გამოვლენა, რომელი იყო ყველაზე რთული ვარიანტი, ამის შესახებაც, რომ მესმის, რომ ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს საკითხია, რომლის მიმართაც ინტერესი დიდია და აი ამ დაკვირვების შედეგად ალბათ შეგიძლიათ გითხრათ, ტესტის რომელი ნაწილის ან კონკრეტულად რომელი დავალების შესრულება უჭირთ ყველაზე მეტად, იმიტომ რომ ეს არის ის ინფორმაცია, რომელიც ჭირდებათ აბიტურიენტებს და უფრო მეტად გაამახვილებენ ამ საკითხებს ყურადღებას. კი ბატონო, რაც შეეხება იმას, როგორ ბალანსდება ტესტი, როგორც გითხარით, ჩვენ სასწავლო ტესტებს სწორედ იმიტომ ვაკეთებთ, რომ ვიცოდეთ თითოეული დავალების სირთულე და შემდეგ როდესაც ვაწყობთ ტესტის კონსტრუირების პროცესში, გავითვალისწინოთ ეს სირთულეები. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველა ტესტის ყველა ვარიანტი უბრალოდ იყოს თანაბარი სირთულის, მაგრამ თეორიულადაც კი გამორიცხულია, როდესაც ჩვენ უკვე საკუთრივ გამოცდაზე სრულად სხვა ადამიანები გვყავს, აბიტურიენტები და 8000 ნაცვლად 1000-ისა, რომელიც სასწავლო ტესტირებაში მონაწილეობს, გვყავს უკვე 8000 აბიტურიენტი თითოეულ სესიაზე, 8000-ვე ადამიანმა რომ ზუსტად ერთნაირად შეასრულოს 80-ვე დავალება,
წარმოვიდგინეთ, რომ შეუძლებელია, ხო? ამიტომ აუცილებლად გვექნება განსხვავება ტესტის სირთულებს შორის. ეს განსხვავება იმიტომ არის მინიმალური უნარების შემთხვევაში, რომ სწორედ სასწრაფო ტესტირებები უდევს საფუძვლად ტესტს კონსტრუირებას, სწორედ კონსტრუირების პროცესში გათვალისწინებულია უკვე თითოეული დავალების სირთულე. ეს სირთულე არ არის აბსოლუტურად ზუსტი, ვერც იქნება, როგორც გითხარით, თეორიულადაც გამორიცხული რომ ზუსტი იყოს, მაგრამ არის ძალიან ახლოს იმასთან, რაც რეალური შედეგი არის. ამიტომ განსხვავება ყოველთვის მინიმალური გვაქვს ხოლმე ვერსიებს შორის. წინასწარ რა თქმა უნდა შეუძლებელია ვთქვათ, რომელი ვერსია იქნება უფრო რთული და უფრო მარტივი, იმიტომ რომ ეს დამოკიდებულია იმ ადამიანებზე, რომლებიც აღმოჩნდებიან კონკრეტულ სესიაზე, რომელი 8000, რომელი 9000 აბიტურიენტი იქნება სესიაზე, როგორ შეასრულებენ ისინი ტესტს. ამაზე ვართ დამოკიდებულები. ამიტომ ეს ჩვენ ძალებს ასე ვთქვათ აღემატება. დავალების შესახებ თუ დავალების ტიპებზე რა თქმა უნდა შეგვიძლია ვისაუბროთ, იმიტომ რომ წლიდან წლამდე ჩვენ ამ ინფორმაციას გამოცდების შემდეგ სტატისტიკურ ანალიზს ხადია ისე ვაკეთებთ, თუ აქვეყნებთ სხვათა შორის ასევე და ადამიანებს შეუძლიათ ნახონ. ჩვენ გვაქვს სხვა ტიპის დავალება ტრადიციულად ასე ვთქვათ შედარებით რთული. მაგალითად ეს არის საკითხული ტექსტის გააზრება, როგორც ჩანს ჩვენს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, კრიტიკულად მნიშვნელოვანი დავალება ზოგადი უნარების ტესტისთვის. სწორედ ეს არის რაც უნდა შეამოწმოს ზოგადი უნარების ტესტმა ახალ ინფორმაციას და ამ შემთხვევაში ტექსტის სახით წარმოდგენილს, რაც ყველაზე მიახლოებულია იმასთან, რაც ადამიანებს სწავლის პროცესში სტუდენტობის დროს ექნებათ. მათ ექნებათ ახალი ტექსტები, ახალი სახელმძღვანელოები, ახალი რიდერები და უნდა წაიკითხონ, გაიაზრონ და ისწავლონ ეს ყველაფერი, ხო? აი ყველაზე ახლოს ამ პროცესთან სწორედ საკითხული ტექსტის გააზრება. ამიტომ საკითხული ტექსტის გააზრების დავალებები ბევრია ვერბალურ ნაწილში 12, სულ მცირე 40-დან 12 მერწმუნეთ დიდი ნაწილია, ხო? შესაბამისად ჩვენ ეს აუცილებლად ამ წილით გვექნება წარმოდგენილი, ამას არასოდეს არ შევამცირებთ. პირიქით თუ შეიძლება გავზარდოთ წელს არ იგეგმება, მაგრამ საერთოდ იდეა არის, რომ საკითხულის გააზრება უნდა დიდწილად იყოს წარმოდგენილი. და შესაბამისად საკითხულის გააზრების დავალებები რატომღაც არის ყველაზე რთული ჩვენი აბიტურიენტებისთვის. რატომ ახლა გეტყვით? კითხვა და კითხვა. ჩვენ მარტივი რჩევა. ჩვენ აღარ გვიყვარს ეს პროცესი ისე როგორც უნდა გვიყვარდეს და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ბევრი ვიკითხოთ. ჩვენ ვიკითხოთ ვრცელი ტექსტები. ადამიანებს არ ვიცი, ეზარებათ მოდი პირდაპირ მთელი ტექსტის საკითხვა, ერთგვარიანი ტექსტის საკითხვა ურჩევნიათ, ამ დროს შეასრულონ პატარა ლაკონური ძალიან მიყვარს. ამ დავალებებს როგორც წესი ძალიან ხშირად არც კი ასრულებენ ამ დავალებებს და ამ დროს ასე ვთქვათ ზოგავენ და სხვა ტიპის დავალებებს უთმობენ. მაგალითად ანალოგიები. საკმარისია რომ აი ვთქვათ დანარჩენი დავალებაში ესე აქვს, ეს და თუ აქვს გაკეთებული რომ დანარჩენების ხარჯზე, მაგრამ საქმეც ეს არის. საქმეც ეს არის. ბარიერს რა თქმა უნდა გადალახავენ ასეთი გასვლით, მაგრამ თუ კი ჩვენ სერიოზული განაცხადი გვაქვს, თუ კი ჩვენ გვაქვს მიზნად საინტერესო ჩვენთვის პროფესიაზე, საინტერესო ფაკულტეტზე მოხვედრა, წარმატებულ უმაღლეს სასწავლებელში, მოთხოვნად უმაღლეს სასწავლებლში, მაშინ ესეთი სტრატეგიებით ფონდს ვერ გავალთ. არიან ადამიანები, რომელსაც სრულად მინიმალური ქულა აკმაყოფილებთ უნარების ტესტში და ცხადია ტექსტების წაუკითხავთ, ისინი ამას შეძლებენ, იმიტომ რომ ბარიერი მართლაც მინიმალური გვაქვს 30%. მაგრამ თუ კი ჩვენ გვინდა რომ ჩვენი უნარები მაქსიმალურად ვაჩვენოთ, იმიტომ რომ გვინდა კარგი შედეგი, გვინდა გრანტი, გვინდა საინტერესო ფაკულტეტზე სწავლა, მაშინ ჩვენ ესეთი სტრატეგია ნაკლებად გამოგვადგება, იმიტომ რომ როგორც გითხარით, წილი საკითხული ტექსტების გააზრების დიდია. ეს ტექსტები ძალიან საინტერესოა. ეს ტექსტები არ არის რთული, მაგრამ ჩვენ უბრალოდ რატომაც მთელი წლის განმავლობაში ნაკლებ ყურადღებას ვუთმობთ კითხვას. არ გვიყვარს ეს პროცესი და არ გგონია რომ ნაკლებად მნიშვნელოვანია. ამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც უჭერთ ამ დავალების შესრულება. თუ კი ადამიანი წაიკითხავს ჩვენ ტექსტები გვაქვს ან საშუალო სირთულის ორივე, ან ერთი მარტივი და ერთი შედარებით რთული. თუ კი ადამიანები ყურადღებით წაიკითხავენ ამ ტექსტს, მე ძალიან რთულად წარმომიდგენია რომ ის მათ ვერ შესულან. ან ამ ტექსტმა არ გაიტაცოს, იმიტომ რომ აქ ძალიან მრავალფეროვანია. თქვათ ისტორიული, ბიოლოგიასთან და ბუნების მეტყველებასთან დაკავშირებული, ჰუმანიტარული, თქვათ რაღაც ფილოსოფიასთან დაკავშირებული ტექსტები, ძალიან მრავალფეროვანი ფსიქოლოგიასთან დაკავშირებული, მრავალფეროვანი მასალა, საინტერესო, ახალი, რაც შემეცნებით ინტერესისაც კითხულობს ზოგიერთი ძალიან დიდ სიამოვნებას იღებს. გვაქვს ასეთი უკავშირიც, რომ რა კარგი ტექსტები იყო, როგორ გავერთე, რა კარგი რაღაცები გავიგე, ესეთ უკავშირსაც გვაძლევენ საბედნიეროდ. და იმედი მაქვს, რომ ესეთი აბიტურიენტები წლიდან წლამდე მეტი და მეტი გვეყოლება. ზოგადად კითხვა უნდა ვისწავლოთ.
უბრალოდ კითხვა გვჭირდება აუცილებლად ბევრი კითხვა. არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს ხატრული ლიტერატურა აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა. თუ ჩვენ სამეცნიერო ლიტერატურას ვეცნობით ხომ შესანიშნავი შეიძლება იყოს სამეცნიერო პოპულარული გვაქვს უამრავი ჟურნალი მე სულ აგიტაციას ვუწევს თუ კი რამე ქართულენოვანი ჟურნალია მაგალითად National Geographic მაგალითად ჩვენი ჟურნალი Nike ჟურნალი იკითხეთ რაც შეიძლება მეტი იკითხეთ ხატრული ლიტერატურას რა თქმა უნდა განსაკუთრებულ სიამოვნებასაც ვიღებთ ამ დროს და შეიძლება ეს პროცესი ჩვენთვის იყოს ორმაგად სასარგებლო სასიამოვნო და თან კონკრეტული პრაგმატული შედეგი ძალიან დიდი მადლობა სოფო გამოსდებამდე თქვენ კიდევ არაერთხელ იქნებით ჩვენი სტუმარი და შემდგომი ეტაპის შესახებ მივაწვით მსმენელებს ინფორმაციას მე გემშვიდობებით მომავალ სამშაბათამდე და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ჩვენი გადაცემების ჩანაწერის ნახვა შეგეძლებათ ხვალიდან უკვე ქვემო ქართლის ტელერადიო კომპანიის ეთერში 21 საათსა და 30 წუთზე მე კი გემშვიდობებით მომავალ სამშაბათამდე და იმედიან კვირას გისურვებთ რეფორმები და საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევები. სანდო, ობიექტური და აქტუალური ინფორმაცია. დრო გამოცდებიდან გამოცდებამდე ჩვენთან ერთად გადის. გადაცემა გამოცდებიდან გამოცდებამდე. თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. საინფორმაციო მხარდამჭერი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.